საყვარელ სერიალს რო ვეკითხები ადამიანს, მაგალითად როცა რაღაც დღეს პირველად დღეს გამიშთა ეგ აზრია, ჯერ არ გადავიმოწვევია დატას დონეზე, მაგრამ საყვარელ სერიალს რო ვეკითხები ადამიანს, უმეტეს შემთხვევაში პასუხობენ სერიალებს, რომელშიც ბევრი სერიაა. აჰა, აბა მე ცოტა მეტი. აი მე მაგალითად ჰიპოთეზა მაქვს ეხლა რომ ვფიქრობ მაქვს საყვარელი სერიალები, რომელსაც ძალიან ცოტა სერიაა, რავი 4-5 სერია რა, ანორთოდოქსი ძალიან, მოსა სპაი ძალიან მაგარი, მაგრამ საყვარელ სერიალს რომ მკითხავ, გეტყვი Breaking Bad-ს, მაგალითად რა. და დაკვირვებული ვარ, რომ რაც უფრო გრძელი არის სერიალი, მაგით იწყებენ, რომ აი პირველი ყველაზე საყვარელი არის რაღაცა ეგეთი და მე ნუ კი ჩვენ ჩამონათვალში იტყვიან და მაგითი მივხვდი, ან შეიძლება არ მივხვდი, მაგრამ დავასკვენი და ჰიპოთეზა ეგეთი გავაძრე, რომ ეგ იმიტომ ხდება, რაც წერნა თქვი. მიჩვეული ხარ, ხო? გრძელვა და შეაწყობილი ურთიერთობა ბრენდი, რაც უფრო დიდი ხანი მაქვს შენთან ურთიერთობის გამოცდილება, მით უფრო წმუნდები შენს სანდოობაში და შენს იმ დამოკიდებულებებში, რაც დაპირებას მივიღე, ანუ მაგაში სულ უფრო და უფრო წმუნდები და მაგიტო უფრო ვენდობი და უფრო ჩემიანად მიმაჩნია ის ბრენდები, რომელთაც დიდი ხნის ურთიერთობის გამოცდილება მაქვს. ანუ სერიალებზეც წესით ეგრე უნდა იყოს რა. საინტერესო კვლევა იქნება ეგ.